Სამწუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები საგანგებო განცხადებას აკეთებენ. ნიკა გვარამია, თინა ბუკუჩავა, ბადრი ჯაფარიძე ჩვენ შემოგთავაზებთ ბრიფინგს პირდაპირ ეთერში. რომელიც მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა დღეს სათავეში უდგა საკუთარ ქვეყანას და ასადი მოგეხსენებათ რომ დაემხო კაცთ მოძულე რეჟიმი ასადის დაემხო და სირია დღეს ნელ-ნელა დგება ფეხზე. როგორც იცით 2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს ხელისუფლება იმ ვითარებაში, როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია, რუსული რეჟიმი წასულია და არის ახალი ხელისუფლება და იმის ნაცვლად რომ მიმართოს ამ ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით სრული დუმილის რეჟიმში იმყოფება ამ მიმართულებით. ამიტომ ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც რეალურად არჩევნების შედეგად უნდა მოსულიყავით კოალიციურ ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლება მიიტაცა ქართულმა ოცნებამ, მიუხედავად ამისა ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში მოქმედებთ და სირიის ხელისუფლებას, ახალ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით და მოთხოვნითაც რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება. ჩვენ მიგვაჩნია რომ ამაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ პრაქტიკულად რუსული ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია როგორც ვხედავთ, ამიტომ ოპოზიცია როგორც პასუხისმგებლიანი და ხალხის ინტერესების გამომხატველი ძალა ერთიანად ოთხივენი მივმართავთ სირიის ახალ ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების მისაღებად. აქვე მინდა ვთქვა აუცილებლად, რომ ჩვენი ერთობა უკვე ძალიან ბევრ ვითარებაში ამტკიცებს ჩვენს დიდ ძალას და მე მინდა აუცილებლად გავიხსენო ამ თვალსაზრისით სტრასბურგში მიღწეული წარმატება ჩვენ შორის ჩვენი ყველა კოალიციის წარმომადგენელი პროდასავლურის იქ იმყოფებოდა ჩვენ შორის ეხლა აქ ვინც გავართ პერსონალურად იქ იყო თინარისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც რეალურად დამთავრდა იმით, რომ ქართულ ოცნებას დაევალა პირდაპირ მნიშვნელობით უმას უნდა რომ ევროსაბჭოს წევრი დარჩეს, აპრილამდე მიიღოს გადაწყვეტილება ხელახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ. რაკიღა პოლიტიკურ პატიმრებს შევეხე, მინდა აქვე ვთქვა თავისუფლება მზიას, რომელიც მე-20 დღეაში მსილობს, თავისუფლება ბატონ ქათამაძეს, რომელიც მე-15 დღეაში მსილობს და ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც არის ამ რეჟიმის მძევალი. თავისუფლება ამ ხალხს და ცეცხლი ოლიგარქიას. მოგესალმებით, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკურ დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ ერთიანობის დემონსტრირება ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. იქნება ეს დიდი გამარჯვება, რომელიც საქართველომ მოიპოვა სტრასბურგში, სადაც დამარცხდა ოლიგარქია, დამარცხდა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და მისი ემისრები და გაიმარჯვა საქართველომ, გაიმარჯვა საქართველოს სიმართლემ, თავისუფლებამ და დამოუკიდებლობამ, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, საზოგადოება მინდა იცოდეს, რომ საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები იმუშავებენ ყოველთვის ერთად. და დიახ, როდესაც ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვამარცხებთ რუსეთს. ჩვენ დავამარცხეთ რუსეთი სტრასბურგში და ჩვენ დავამარცხებთ რუსებს აქ, საქართველოში, როდესაც დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. როგორც ნიკამ აღნიშნა, ჩვენ მივმართეთ სირიის ახალ ხელისუფლებას, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ხალხის მხარდაჭერით გაეძევებინა ასადის მრავალი ათწლეულის განმავლობაში გამეფებული სისხლიანი დიქტატურა, რაც არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ რუსეთი მარცხდება ყველგან, რომ რუსეთი ისეთი სუსტია, როგორც არასდროს, რუსეთი დამარცხდა სირიაში, დამარცხდა მოლდოვაში, დამარცხდა რუმინეთში, აუცილებლად დამარცხდება
უკრაინაში და აუცილებლად დამარცხდება საქართველოში. ჩვენ ასევე გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა თუ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, იმისთვის რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა. და ნაცვლად იმისა, რომ დღეს ეს ანტიეროვნული მტრის ინტერესში მომუშავე ხელისუფლება მუშაობდეს ქვეყნის ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამტკიცებაზე, ვხედავთ, რომ პირიქით მათი არაღიარების პოლიტიკა მტკიცდება და მძიმდება ყოველდღიურად საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც რუსულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელმაც არჩევნების ნაცვლად ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია, საერთაშორისო აღიარება არ აქვს. მადლობა პარტნიორებს იმისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის ინტერესში ერთობლივი მუშაობა და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს წერილი ნამდვილად არის 4-ვე კოალიციის მხრიდან. და ბოლოს, ბოდიშ ბატონ ბადრი, მე ყველა სატელევიზიო კომუნიკაცია, აწი რა თემაზეც არ უნდა იყოს, მინდა დავასრულო ამ სიტყვებით. თავისუფლება მზია ამაღლობელს, ადამიანი რომელიც 20 დღეა შიმშილობს, რომლის სახელმაც არაერთხელ გაიჟღერა სტრასბურგში და რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა სხვა პოლიტპატიმართან ერთად. იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილი, იქნებიან ეს ახალგაზრდები, რომლებიც რეჟიმმა დაატყვევა მხოლოდ იმიტომ, რომ იცავენ ევროპულ მომავალს, თუ სხვები. თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მე დავიწყებ ამ მოწოდებით თავისუფლება მზია ამაღლობელს. მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ერთად, ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ახლა სირიაში იმის შემდგომ, რაც დიქტატორი ასადი გაიქცა სირიიდან, დაემხო მისი რეჟიმი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მეშვეობით ეს კომუნიკაცია დავამყარეთ და შესაბამისად მივაწოდეთ 4-ვე კოალიციური ცენტრის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნა იმას დაკავშირებით უკან იქნეს გათხოვილი სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრძელებს თავის იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას, ჩვენ ნახეთ, რომ ამას წინააღმდგა აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი უკვე და ჩვენ უნდა მათ ასევე მივმართოთ, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ახლა გადავდგით იმისათვის, რომ უკან იქნეს გათხოვილი აღიარება სირიის ახალი ხელისუფლების მიერ, ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების მიმართ, რომ ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ ევროკავშირში, სადაც არის მშვიდობა, სადაც არის კეთილდღეობა და უნდა დასრულდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ. და ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სირიის მიერ გამოთხოვა უკან აღიარების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე აქვე საბოლოოდ ვიტყვი, რომ რეალურად იდეის ავტორი არის პარტია დროას ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა. მადლობა მას ამისთვის, მაგრამ იმუშავა ყველამ, ვინც საგარეო და გია ბარამიძეც, როგორც მახსენებს თინა, ყველა საგარეო, ასე ვთქვათ, მდივანმა იმუშავა ამაზე თავდაუზოგავად. დიდი მადლობა მათ, ჩვენი მეგობრები ჩვენთან ერთად არიან და გვეხმარება ყველა დიდი სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩი სირიაში, რომ ჩვენ ბოლომდე, ასე ვთქვათ, შევძლოთ ამ მიმართულებით მუშაობა. შესაძლოა შედგეს ჩვენი ვიზიტი დამასკოში, დიდი სიამოვნებით, სხვათა შორის ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას ევროპელი პარტნიორების დახმარებით კომუნიკაცია დავამყარეთ სირიის ახალ ხელისუფლებასთან, მივაწოდეთ მოთხოვნა 4-ვე პარტიის ხელმოწერით უკან გაიწვიონ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ასეთი იყო მთავარი სათქმელი, ითქვა, რომ ამ მოთხოვნას ხელს აწერს 4-ვე პარტია.